ეს არის კადრები, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში უყურებთ, რომელიც მოქმედებაში ასახავს შეერთებული შტატების სამხედრო არსენალის ყველაზე თანამედროვე საშუალებების გამოყენებას ირანის ბირთვული ობიექტების და რეაქტორების წინააღმდეგ, რომელიც მოაზრებულია როგორც ირანის ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლო წყაროები, რომ იცოდეთ მოქმედებაშია ბუნკერ საწინააღმდეგო არაბირთვული სპეციალური ბომბი, რომლის სახელია GBU-47 MOP. მას დამსახურებულად ეძახიან ყველაზე ძლიერ მოქმედ არაბირთულ ბომბს, რაც კი კაცობრიობას გამოუგონია, რადგან ეს ბომბი არის თავად დაახლოებით 13.5 ტონა სიმძიმისა, ცოტა მეტიც და ის ატარებს 2400 კილოგრამ მასაფეთქებელ მასალისა. ამ ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბის სრული დასახელება, ასეთ შემიძლია გავშიფრო, Guided Bomb Unit, Massive Ordnance Penetrator, რაც ჩვენ მშობლიურ ენაზე ნიშნავს განსაკუთრებული სიმძლავრის და შეღწევადობის მართვადი ბომბი. მე ახლა მაპატიეთ, რომ ჯონ მალხას შალიკაშვილის ან გელა ჩარკვიანის სიზუსტი თუ ვერ გადმოგეცით ამ ბომბის, ანუ GBU-47-ის დასახელება მშობლიურ ენაზე, ისე რომ იცოდეთ, ამ ბომბს აქვს შესაძლებლობა ჩააღწიოს თავისი სიმძლავრით 60 მეტრ სიღრმის ბუნკერებში. ტექნიკურ აღწერილობაში ბომბისა ვკითხულობთ, რომ აღნიშნული იარაღი აღწევს 19 მეტრის სიღრმეზე სხვადასხვა საცავების ბუნკერებში, არღვევს რა სხვადასხვა რკინაბეტონის და სხვა სახის წინაღობებს და შემდგომ დეტონირდება. ანუ ფეთქდება და შესაბამისად ამიტომაც ეს იარაღი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო სამხედრო ძალებისთვის იქნა დამუშავებული, კვალიფიცირებულია როგორც მასობრივი განადგურების იარაღი და საშუალება და დეტონირების შემდეგ ის სწორედ 60 უკვე სრულად 60 მეტრის სიღრმეს ფარავს. ერაყის ომის შემდგომ დაიწყეს ამერიკელებმა ამ ბომბის დამუშავება და ჯერ კიდევ 2007-2011 წლებში მან წარმატებულად გაიარა სასწრაფო ტესტირება და ტექნიკური გამოცდები, რის შემდეგაც ოფიციალურად დადგა შეერთებული შტატების საჰაერო ფლოტილიის ამუნიციის განკარგულებაში. ეს ბომბა სპეციალურად იყო პროექტირებული B-52 და B-2 ბომბდამშენებისთვის, თვითმფრინავებისთვის, სამხედრო თვითმფრინავებისთვის, თუმცა ამ დროისთვის ის ინტეგრირებულია მხოლოდ სტელსის ბომბდამშენზე, B-2 Spirit-ზე, რომელსაც აქვს საშუალება ასეთი ერთდროულად ორი ბომბი გადაზიდოს და მიმართოს მიზნისკენ. და ესეთი უჩინ-მაჩინი ბომბდამშენის გამოყენებას აქვს ერთდროულად რამდენიმე უპირატესობა. სწორედ ეს ბომბდამშენები იქნა გამოყენებული გუშინ დილით ირანში. და სწორედ აი ამ მოდელის, ანუ ამერიკული B-2 სტრატეგიული ბომბდამშენების მიერ განხორციელდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანა შეერთებული შტატების მიერ გუშინ დილით. უნდა აღინიშნოს, რომ B-2 საკმაოდ რთულად მისაწვდომია, მათ შორის სპეციალური სარადარო სისტემებისთვისაც, მინდა გითხრათ, რითაც აღჭურვილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები და ხო, კიდევ, რასაც თქვენთვის გავეცანი გუშინ, ამ სტრატეგიულ ბომბდამშენზე ორი ბომბის ერთდროულად არსებობა თავად განლაგებული ამ მოიერიშე ბომბდამშენზე და მიმართვა ამ ორი ბომბისკენ სამიზნისკენ ფაქტიურად უშანსოდ ტოვებს ნებისმიერი სიღრმის გამაგრების ბუნკერს. თუ წარმოვიდგენთ, რომ პირველი ბომბის მიზანში მორთმის შემდეგ შეიძლება მას საჭიროებისა მებრ მიყვეს მეორეც, რაც ნიშნავს, რომ 60 მეტრზე გაცილებით მეტი სიღრმის მიწვდომა აქვს ამ ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბს სახელად GBU-47 MOP. სხვა შორის დღემდე სრულიად უცნობი და გასაიდუმლოებული რჩება რამდენიმე ასეთი ბომბის რაოდენობა შეერთებული შტატების არმიისთვის დამზადებული. არ ვიცით ეს ზუსტი რაოდენობა, მაგრამ რაც დაზუსტებით ამოვიკითხეთ, 2015 წელს კონტრაქტი დადებული იყო 20 ასეთი ბომბის დამზადებაზე. და ახლა მოდი ჩვენმა საქმიანმა და პერიოდულად გონიერმა მაყურებელმა და მკითხველმა იფიქროს. ეს იყო 2015 წელს. მაშინ შეუკვეთეს 20 ბომბი. მას შემდეგ გავიდა 10 წელიწადი. ხო და თქვენი აზრით შეერთებული შტატები ისევ ამ ბომბების დამზადების ამარა არიან? შემთხვევით 20 კი არა, 200-ზე მეტიც ხომ არა აქვთ ასეთი ბომბი თუ არა 2000 და შემთხვევით სრულიად ახალი თაობის არაბირთულ ბომბებსაც ხომ არ ფლობენ. ალბათ ფლობენ და ახალიც ბევრი დაამზადეს. რაც შეეხება თავად ბომბდამშენებს, აქ უკვე CNN-ის მაცალებს გავეცანით, სადაც B-2 Spirit, ანუ ეს ბომბდამშენი, რომელსაც ახლა კადრებში ხედავთ,
შეერთებული შტატების საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია. შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ინვენტარში მხოლოდ 20 B2 ტიპის თვითმფრინავია და თითოეული ბომბდამშენის ღირებულება დაახლოებით $2 მილიარდი. ამერიკული პრესა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმები ამერიკული B2 სტრატეგიული ბომბდამშენის მიერ განხორციელდა, რომლებიც მისურის შტატში, ანუ შეერთებულ შტატებში მდებარე საჰაერო ძალების ბაზიდან აფრინდნენ, ფორდოს ობიექტზე კი შეტევაში 6 ბომბდამშენი მონაწილეობდა, რომლებმაც 12 ბომბი ჩამოაგდეს. ნათანზასა და ისპაჰანში სამიზნეების დასაბომბად კი ამერიკულმა წყალქვეშა ნავების ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. აი ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია გუშინდელი დილის იერიშზე შეერთებული შტატების მხრიდან ირანის ბირთვული ობიექტების მიმართ. ვიდრე მოგახსენებდეთ რა იყო მსოფლიო ქვეყნების და მათი ლიდერების რეაქცია ამ თემაზე, გეტყვით რომ ირანი მოზომილი პასუხებით იფარგლება ამ დროისთვის და ისაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეული პასუხისთვის ემზადება, თუმცა რამდენად გაბედავს ირანი პასუხს პირდაპირ შეერთებული შტატების მიმართ, ეს ძალიან რთულად სათქმელია, ამას სრულიად სხვა რესურსი და მომზადება სჭირდება, აი ისრაელს კი ნამდვილად და ღიად და ბოლომდეც ამოიღებს სათვალავში და ეცდება სრულად მიმართოს თავისი ბრაზი თუ სამხედრო ვენდეტა სწორედ ისრაელისკენ და ღიად დამუქრებული ბენიამინ ნეთანიახუსკენ. თუ ირანი არ დაждდა საბოლოოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან, სადაც იდეაში, დიპლომატიაში გარკვეულწილად აპრობირებული მეთოდი მუშავდება, რომელიც სამხედრო ძალის გამოყენებას ითვალისწინებს მშვიდობის დასამყარებლად, რამდენად იქნება ეს სრულად და ბოლომდე აპრობირებული სქემა სასარგებლო ირანის შემთხვევაში, მე ვერაფერს გეტყვით, ისევე როგორც ძალიან რთულია საპროგნოზოდ, როგორ მოახდენს ამ ყველაფერზე რეაგირებას მსოფლიოს ბარზრები. საფონდო ბირჟები განხორციელებული იერიშის დროს არ მუშაობდნენ და დღეს უკვე საღამოსკენ გვეცოდინება ამერიკული ბირჟების პირველი რეაქციაც, რომელსაც პირდაპირ ეთერში საღამოს 6 საათზე სწორედ BMG-ზე იხილავთ. ირანის ბირთვულ ობიექტზე შეერთებული შტატების მიერ განხორციელებულმა იერიშმა მკვეთრი საერთაშორისო რეაქციები გამოიწვია ვაშინგტონის ქმედებებს. ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აფასებენ ირანის რეგიონის ქვეყნები, მაშინ როდესაც ევროპის ლიდერები სტაბილურობას და დიპლომატიურ გადაწყვეტაზე აკეთებენ აქცენტს. მოდი დავიწყოთ ახლა ომანით. ომანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებული შტატების იერიში აგრესიის უკანონო აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ქმედება არ ღვევს საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდებას. უწყების განცხადებით თავდასხმა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის საფრთხეს ქმნის ომანი შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვულ მოლაპარაკებებში შუამავალი იყო. რაც შეეხება კატარს, კატარის საგარეო საქმეთა უწყებამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ქმედებებმა სახიფათო დაძაბულობა შექმნა, რომელსაც კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. კატარი წუხილს გამოთქვამს სტატუს კოს გაუარესებაზე და ყველა მხარეს სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის და დიალოგის დაუყოვნებლივ განახლებისკენ მოუწოდებს. ერაყმა შემდეგი განცხადება გააკეთა, ბაღდადმა ღიად დაგმო შეერთებული შტატების შეტევები, გამოთქვა ასე ღრმა შეშფოთება, მთავრობის შეფასებით ბირთვულ ობიექტებზე იერიში საფრთხეს უქმნის რეგიონალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას. საუდის არაბეთის პოზიცია შემდეგია, ოფიციალურმა რიადმა შეერთებული შტატების ქმედებები ირანის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა და აღნიშნა, რომ გმობს ასეთი სახის თავდასხმებს. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა X-ზე დაწერა, შემდგომ უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ ირანის ბირთვული პროგრამა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას და ირანს არ უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა იმოქმედა რათა შეამსუბუქოს ეს საფრთხე და მთავარი პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის დაცვა. სტარმერმა ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
გზავნილი არის ევროკომისიისგანაც და კონკრეტულად პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისგან, რომელმაც აღნიშნა, რომ ახლა დიპლომატიური გადაწყვეტის დრო არის და ირანმა უნდა აჩვენოს, რომ პატევს სცემს საერთაშორისო სამართალს. მისი თქმით, დიალოგი კრიზისის დასრულების ერთადერთი გზა არის. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი კი იქვე აღნიშნავს, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებას. ის ყველა მხარეს უკან დახევისკენ და ასევე მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეერთებული შტატების იერიშებს ორშაბათს, ანუ დღეს 23 ივნისს განიხილავენ. და ასევე კომენტარი გაკეთდა საფრანგეთის მხრიდანაც, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ნუელ ბაროს განცხადებით, საფრანგეთმა შეშფოთებით შეიტყო შეერთებული შტატების მიერ ირანზე ღამით განხორციელებული დარტყმები, მისივე თქმით, საფრანგეთს ამ დარტყმებში ან მათ დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია. თურქეთის საგარეო უწყება ღრმად შეშფოთებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ ობიექტებზე შეერთებული შტატების თავდასხმის შესაძლო შედეგებით მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა რეგიონალური კონფლიქტის გლობალურ დონეზე ესკალაციაც გამოიწვიოს. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს კატასტროფული სცენარი განხორციელდეს. მოუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს იმოქმედონ პასუხისგებლობით დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები და თავი აარიდონ ნაბიჯებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლის შემდგომი დანაკარგები და ნგრევა. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დავის გადაჭრის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია. ჩვენ მოუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს მხარეებს შორის დიპლომატიური გადაწყვეტის პოვნის მცდელობებს. თურქეთი აცხადებს მზადყოფნას შეასრულოს თავისი საშუამავლო პოზიცია და როლი და შეიტანოს ამ ყველაფერში ამ დიალოგში კონსტრუქციული წვლილი. აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამასობაში მივადექით ჩინეთსაც. ჩინეთი მკაცრად გმობს ირანზე შეერთებული შტატების თავდასხმებს და ბირთვული ობიექტის დაბომბვას, რომლებიც ატომური ენერგიის სააგენტოს გარანტიების ქვეშ იმყოფებიან. შეერთებული შტატების ქმედებები სერიოზულად არღვევს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის მიზნებს და პრინციპებს და ასევე ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას ამწოვებს. ჩინეთი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, კერძოდ კი ისრაელს, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, უზრუნველყონ მათ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება და დაიწყონ დიალოგი და მოლაპარაკებები. აღნიშნული არის ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. და ბოლოსკენ რუსეთის რეაქცია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტები და ბომბები დარტყმების განხორციელების შესახებ უპასუხისგებლო გადაწყვეტილება. რა არგუმენტებიც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, ეს გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაეროს ქარტიას და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ დარტყმები განახორციელა ქვეყანამ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს გახდათ ოფიციალური პოზიცია ჩვენი, ასე ვთქვათ, სოფლიოს ლიდერებისა ამ თემის